გამარჯობათ, ვაგრძელებ გოს ამოცანების განხილვას. დღეს შევეხებით ერთი შეხვედრით ძალიან მარტივ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. ეს არის ქვების შეერთება, გადაბმა ან გაწყვეტა. შავების ორი ქვა არის გადაბმული. თუ ქვები დგას ასეთ პუნქტებში და ვითამაშებთ, ბუნებრივია, ეს არის გადაბმა. გადაბმა არსებობს პირდაპირი, რაც ახლა ჩვენ ვნახეთ, ასევე არის ირიბი გადაბმა. ეს ორი ქვაც შავების შეიძლება ჩავთვალოთ ირიბი გადაბმის მაგალითი. თუ თეთრები აქ შეეცდებიან გაწყვეტას, მაშინ შავები აქედან მაინც გადაებმებიან და ჯგუფი გაძლიერდა. თუ თეთრები აქედან შეეცდებიან გაწყვეტას, შავები გადაებმებიან აქედან. ახლა გადავიდეთ მსგავსი ვითარება ხედავთ თქვენ ამ დიაგრამაზე. შავების სამი ქვა, რომელიც დიაგონალურად დგას ერთმანეთთან, ირიბი გადაბმით არიან დაკავშირებული. თუ თეთრები აქ გაწყვეტენ, შავებს მაინც შეუძლიათ შეერთდნენ. თუ თეთრები ახლა აქ გაწყვეტენ, შავებს შეუძლიათ აქ შეერთდნენ. მთელი ჯგუფი შავების გადაება. თუ თეთრები აქედან გაწყვეტენ, შავები აქედან გადაებმებიან. მოკლედ, დიაგონალზე დადებული ქვები ერთმანეთთან არიან კავშირში. ეს არის ირიბი გადაბმის მაგალითი. ახლა შევხედოთ აქ ამ პოზიციას. ეს პუნქტი არის თეთრებისათვის გადაბმის პუნქტი. თუ თეთრები სვლა იქნება, თეთრები გადაებმებიან და ჯგუფი გაერთიანდება, გაძლიერდება. ხოლო თუ შავები სვლა, შავები აქ გაწყვეტენ, თეთრები დაიყოფიან ორ, შეიძლება ითქვას, სუსტ ჯგუფად. გადავიდეთ შემდეგ მაგალითზე. აქაც ეს პუნქტი თეთრებისთვის არის გადაბმის პუნქტი და თან გაძლიერდა ჯგუფი. და თუ შავები სვლა, შავები ითამაშებენ ამ იგივე პუნქტში და თეთრების ქვები დაიყო რამდენიმე. ეს ქვა ფაქტურად განწირულია და საღუბად. აქ შეიძლება აქვს გადაბმის პუნქტი ჯერ კიდევ თეთრებს, მაგრამ ეს სვლა თიშავს, წყვეტს თეთრების ჯგუფს. საერთოდ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ანდაზა, გამონათქვამი გოში ეს არის გათიშე და იბატონე. გათიშე და იბატონეს პრინციპი ყველაზე ხშირად მიმართავენ მოთამაშეები, როდესაც თამაშს დაიწყებთ შესწავლას, თქვენ თავად დარწმუნდებით თამაში. ახლა დავაკვირდეთ აქ. თუ შავები სვლა, რა უნდა ითამაშონ? თუ თეთრები სვლა, რა თქმა უნდა, აქ ითამაშებენ და K3 ქვაზე მიიტანენ იერიშს. ამიტომ შავების სვლის შემთხვევაში შავებმა უნდა ითამაშონ ამ პუნქტში და უნდა გაძლიერდნენ. ახლა თუ თეთრები აქედან ითამაშებენ, რა თქმა უნდა, შავებს ექნებათ ისევ საშუალება გადაებან. ესე იგი, გაწყვეტის პუნქტი არის ეს პუნქტი. შავები თუ გაიქცევიან, თეთრებს შეუძლიათ იზრუნონ, გაატყვევონ ეს ჯგუფი. ახლა შავებს დარჩათ 2 და მე.
თეთრების ამ ორ ქვას 1 2 3 დამიაქვს. ამიტომ ვერ მოასწრებენ შავები მათ მოკლას შავების 3 ქვა გვდება. გადავიდეთ შემდეგ პოზიციაზე. აქაც ხედავთ რომ თუ არის თეთრების სვლა, თეთრებს აქედან შეუძლია ირიბი გადაბმა გააკეთონ. შავებს შეუძლიათ აი სწორედ ამ პუნქტში გააკეთონ გაწყვეტა. თან აცხადებენ ატარის. დავუკვირდეთ აი ამ პოზიციას. თეთრების ქვა C1 პუნქტში არის დაშორებული თავის აი ამ სამკმიან ჯგუფთან და ამიტომ თუ შავები აი აქ ითამაშებენ D1 პუნქტში თეთრების C1 ქვა მალე მოგვდება განზირულია. მაგრამ თუ თეთრების სვლა იქნებოდა, აი ეს სვლა არის ფაქტიურად გადაბმა აი თეთრების ამ ქვებთან. რადგან შავები აქ ვერ გაწყვიტავენ, იმიტომ რომ თეთრები მოკლავენ, მაშასადამე აი ამ პუნქტში შავები ვერ თამაშობენ და თეთრებმა მოახდინეს გადაბმა. ახლა დავაკვირდეთ აი ამ პოზიციას. ძალიან მარტივია, ბუნებრივია თეთრები თუ თეთრების სვლა ითამაშებენ აქ, ჯგუფი გაძლიერდა გადაბმით. თუ შავების სვლა იქნებოდა, შავები გაწყვეტენ და თეთრები ყოფიან ორ სულს ჯგუფად. აი ორი ქვიანი ჯგუფი. ალბათ ეს ორი ქვა განწირული არის მოსაკლავად. თუ აქ შავები აქ და ეს სამი ქვა ვეღარ გადარჩება. აი ხლა დავაკვირდეთ აი კიდევ ერთი პოზიცია. შავების ორი ქვა მოგაცრავად შავების ერთი ქვა ცალად და შავების ორი ქვა, მათ შორის ორი პუნქტია. შავებმა უნდა ითამაშონ ამ პუნქტში. თუ თეთრების სვლა, რა თქმა უნდა, აქ თეთრები ითამაშებენ, მათი ჯგუფი გაძლიერდება და ეს ქვა თეთრების შავების განსალგებული სვლა ქვა დასუსტდება ძლიერ, რომელიც ალბათ არ გადარჩება. ამიტომ შავებმა უნდა ითამაშონ აი აქ და შემდეგ სვლაზე თუ საჭირო იქნება გადაებმებიან და ჯგუფი გაძლიერდება. თუ თეთრები ითამაშებენ ამ პუნქტში, დიახ, ვაკეთებ პაუზას, შავები ითამაშებენ აქ, თეთრი ქვა არის ატარიში, რომ არ მოკვდეს, უნდა გადაებან თეთრები, შავები გააგრძელებენ იერიშს ან აქედან. ესე იგი, დავუბრუნდეთ საწყის პოზიციას. აი ეს არის გადაბმა შავების მხრიდან. ამ თემაზე მე მგონი საკმარისია. მადლობა ყურადღებისათვის.